მოგესალმებით, მეგობრებო. ეზოთერიკაში, კარმოასტროლოგიაში როგორ ხედავთ დემონურ ენერგიებს, რას ვეძახით დემონურ ენერგიებს, დემონური არქეტიპი ამ თემაზე მინდა დღეს გესაუბროთ. რა არის თვითონ ეს ბოროტების ღერცს რო ეძახიან, მაგალითად დემონიზმს რო ეძახიან, ეშმაკეულს რო ეძახიან, რა ენერგიები არის ეზოთერიკაში ეს და რელიგიაში გასაგებია ის, რომ ეს პირდაპირ არქეტიპულად ეს არის რაღაც ესეთი ყველაზე მიწიერი მძიმე ენერგია. ასტროლოგიაში ეს ჩვენთან არის სატურნის და თხის რქის ზოგადად ენერგია, უფრო ლილიტის ენერგია, ხო? და აქ დომინანტურად არის შავი მთვარე, ანუ როგორც ლილიტი. ეს ადამიანში დემონური მხარე, ეს კარმული ასტროლოგიიდან, მაგალითად ეს არის თხის რქული, ანუ სატურნის და ლილიტის ენერგია, ხო? და ლილიტს აქვს თავისი ძლიერები, პირველი დომინანტური არის თხის რქაში, ყველაზე ძლიერად ავლენს თავს, შემდეგ მორიელში ავლენს ყველაზე თავს, შემდეგ წყლის ნიშნებში არის უფრო დომინანტურად და მერე ნენელა უფრო ესეც მსუბუქდება თითქოს სიძლიერეს ლილიტისას ვეძახით როგორც დამუშავების კუთხით ყველაზე მეტად რომელი არის რთული, რომელი არის ნაკლები, თუმცა ნაკლებად რთული, თუმცა პირადი პრაქტიკით გეტყვით, რომ ეს მოდელი მაინც არ მუშაობს და გააჩნია ადამიანი თვითონ შინაგანად არჩევანს სადაკეთებს, ხო? მაგრამ ცოტა სხვა კუთხით მინდა გესაუბროთ დღეს ამ დემონურ ენერგიაზე, როგორც ჩემ პირადი კვლევებით მაგალითად და პირადი გამოცდილებით ასტროლოგიაში. ამავე დროს კვლევებში უფრო წიგნებში აწერია, ხო? ესე რომ ვთქვა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ესე სამყაროში, ძალიან ღრმა ფილოსოფიური, რელიგიური ეზოთერიზმით თუ შევხედავთ, არ არის მაინც ისე გამოკვეთილი ბნელი და ნათელი ენერგია. არის ენერგია და სად მიმართავთ, ან თავარი ბირთვი, ეს არის ენერგია, სად მიმართავთ ამ ბირთვს, ეს უკვე ჩვენზე არის დამოკიდებული, ხო? ანუ თავისი საწყისით ენერგია არც კარგია, არც სუდი არის, უბრალოდ არის. ეს სულ ზედაშრეში რო აგიხსნათ, ხო? შემდგომ, როდესაც მაგალითად საუბრობთ დემონურ ენერგიაზე, როგორც წესი, კარმული ასტროლოგიით ეს არის უფრო დაგროვილი ნეგატიური კარმა. ნეგატიური კარმა, როგორც რელიგია უნდა ჩართო აქ, როდესაც მაგალითად ადამიანში მხეცი, ხო, რო ამბობდნენ რელიგიაში არის მაგალითად ქრისტე რომ აიყვანა ეშმაკმა საცდუნებლად, ხო, მთაზე და უთხრა, რომ მიწიერ სამყაროს შენ მოგცე. და ეს იყო ეშმაკეული საცდური. სიამტვილეში უფრო ეზოთერული კუთხით ეს ენერგია არის ზუსტად სატურნულ-ლილიტური, ანუ მიწიერი ენერგია. მიწიერ ენერგიაში ეს არის ეგო ფუნქცია, ხო? ანუ სიცოცხლის გადარჩენის ინსტინქტი, მოდით ესე ვთქვათ, ხო? მე ცოტა კიდესხანერად უყურებ ანუ თლად ესე მე მიწიერებაში ვერ ვთავაქ, როგორც სატურნული ენერგია, უბრალოდ მე მგონია, რომ მიწიერებაში გამოიხატება როგორც პოლარობა, რაც სულიერ სამყაროში მიჯაჭვა მოხდა, ხო? და ეს სულიერი სამყაროები ეზოთერული ასტროლოგიიდან ასევე არის ცოტა შედარებით მიწიერი სამყაროები, ხო? ამიტომ რომ არის უფრო ესეთი ნატიფი მატერიები, სადაც არ არის ესეთი მყიფე მიწიერი ვიბრაცია, ხო? ეს ეზოთერიკა ამას ამბობს, მაგალითად და ვისაც ახლა მეც რომ მქონია ჰიპნოთერაპიასთან შეხება, ხშირად რაღაცა სევდა იყო ხოლმე სულში, ადამიანს აქვს შიდა დრამა, ვერ ხვდება რა დრამა არის ეს და რუკაში ეს ჩანს ხოლმე, რომ შეიძლება საერთოდ სხვა სამყაროში მოხდა გაჭედვა ამ ენერგიის, ხო? ანუ თავდაპირველად რო გითხრათ უფრო ეზოთერული კუთხით, დემონური ენერგია ეს არის მიჯაჭვულობა, იდეალიზაცია რაღაც სულიერი ენერგიების, ხო? სულიერი ენერგია ჩვენთან უყურებთ ხოლმე ყოველთვის უფრო ნათელი ენერგია, სელენას ენერგია. რელიგია ამას ღვთიურს ჩვენში ესე აღიქვამს. ჩვეულებრივად რელიგიურ მიმდინარეობებში ჩვენში არსებულ სინათლეს უკან ახლავს მთავარ ანგელოზები. მაგალითად, ვინც იბადებოდა ესეთი დიდი სულიერი მისიით, მის უკან ყოველთვის იყვნენ სულიერი ძალები. ეს იქნებოდნენ მთავარ ანგელოზი, როგორც მაგალითად მიქაელ გაბრიელის არქეტიპი თვითონ როგორც მაგალითად როცა რაღაც პოზიტიურ ენერგიაში გამოყავს ვინმე, მაგალითად მოსეს უკან იყვნენ ნათელი ძალები, ანუ რელიგია თვითონ ამბობს, რომ ნებისმიერი ესეთ სულიერი მოღვაწის უკან დგანა სულიერი ენერგიები.
ჩვენთან ასტროლოგიაში სელენასაც ეს დატვირთვა აქვს. ეს არის გამტარი ენერგია სულიერ სამყაროებთან. ანუ საიდან ვიღებთ ჩვენ აი კოსმიურ დონეზე რო გითხრათ დავალებებს სულიერ სამყაროდან. იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც სულს, მოდი უფრო ესე ვთქვათ, ეს ეზოთერული სფეროდან. სულს აქვს თავისი მისია. და ამას ვეძახით ხოლმე სელენას ენერგიას. სელენას ენერგია ეს კარმული ასტროლოგიით რო ვნახოთ, ეს არის ის ინკარნაციები, სადაც სულმა გამოავლინა ერთგულება იმ რაღაცა ღვთიური მისიის, რომელიც მას დააკისრეს. ოღონდ უფრო ღრმად რო ჩავიდეთ, არავინ არ დააკისრა, ეს იყო სულის თვისება. რომელიც გაყვა სული ამ ვიბრაციას და სიამთერში, იმიტომ რომ მან აირჩია ეს ვიბრაცია როგორც ყველაზე ახლოს თავის სულთან, ანუ სულის გაცნობიერება როგორც ინდივიდუალური ენერგიის, შემდეგ მიდის აი ამ სელენას ვიბრაციაში. აი ამ სელენას ვიბრაციაში აი მოგზაურობა ეზოთერული კუთხით სულის ესე რომ აგიხსნათ, ხო ეს სხვა ვიდეოებშიც მაქვს ხშირად ნათქვამი, მაგრამ ეხლა მინდა ცოტა უფრო შევკრა ეს, ხო? როდესაც არის აი ის სულიერი ვიბრაცია, რომ მე უკან რაღაცა გზას, რაღაც ჭეშმარიტების გამტარი ვარ სადღაც, ხო? ჭეშმარიტებას ვატარებ ჩემში და რაღაც მნიშვნელოვან მისიას ვუერთგულებ ამ შემთხვევაში და აი აქ ჩდება აი იმ ბრჭყალებში დემონურ ენერგიას რო ვეძახით ჩვენ, ხო? ლილიტურ ენერგიას, ხო? ჩდება უცებ გაცნობიერება, რომ მე აი ამ ყველაფერს რო ვაკეთებ, იქ ამასობაში ჩემი პირადი სურვილები გამიჩნდა. ჩემი მივეჯაჭვე მაგალითად ამ იდეალს და მოვახდინე ჩემი ეგოს იდენტიფიცირება აი ამ იდეალთან. ადრეც გითხარით მე თქვენ აი მარტივად რო გითხრათ, ჟანა დარკის თემა, ელენა მორიელი, ბრძოლის ველზე, მუდმივად და საბოლოო ჯამში ის მომენტი ქონდა, რომ ეს ხმები რომ ესმის და სიამთვრიში რაღაც კარმული ეზოთერული კუთხით რო შევხედოთ, რაღაც სულიერ მისიას ასრულებდა, ხო, უფრო ნათელი ძალების შუქურა არის ზედამიწაზე, ხო, ესე რომ ვთქვათ და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება პარიზში, მაგალითად პარიზის ბრძოლაში, რომ წავიდა, იქ მე თქვა, რომ ხმები აღარ მისმოდა. ანუ ინდივიდუალურად გადაწყვეტა, ანუ ეგოს მიჯაჭვა მოხდა სელენას ზონაში. აი ეგ წარმოიქმნება ხოლმე ლილიტური ენერგია. ეს ამ ფორმულასავით რო აგიხსნათ, ხო? შესაბამისად, ლილიტური ენერგია ეს არის სელენას პოლარობა მიწიერებაში, როდესაც მე სადღაც მივეჯაჭვე აი ამ ენერგიას, გამტარი ვარ ამ ენერგიაში და ნენელა გადამივიდა ეს ეგოში. ხო? და ეგოში გადასვლა ეს როგორ ხდება, იცით უკვე რომ მე რა მაგარი ვარ ამაში გადამივიდა, ჩემი პერსონა მივაჯაჭვე სულიერ ვიბრაციებთან. ან არის ხოლმე ზოგჯერ, იდეა ეს არის თვითონ, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რომ ძლიერი სევდა არის რაღაც იმ სელენას იდეალების დაკარგვის, ხო? და დაკარგვის როგორ, რომ აი სადღაც მე ვუერთგულე ამ იდეალებს, მე იმ პროცესში, სადაც სელენას ენერგია ქვია, იდეალურად გრძნობ თავს, მაგრამ ეხლა ვარ დედამიწაზე სიტყვაზე და ესე რომ რაღაცა დიდი საქმეები უკვე აღარ უნდა გავაკეთო ამ სელენას ზონაში. ხო, ეს უკვე გადამდის მე ლილიტის ზონაში, ხო? ესე რომ ვთქვათ მარტივად. ეს ასტროლოგიური თვალსაზრისით რო აგიხსნათ და აქ მოდის დემონური ენერგია რა? ბრაზი, შინაგანი, რომ იქ რატო არა ვარ, იმ სელენას ენერგიაში რატო არა ვარ? გაურკვევლობა იმისი, რომ მე თუ აი ესე ვემსახურე ამ სელენას ენერგიას, ჩემი პირადი სურვილები სად არის? მაგალითად, რომ აი მე სადღაც აი ამ სულიერ სამყაროში მივეჯაჭვე, აი მაგალითად თუ ვიყავი ქურუმი სადღაც, ხო? ნათელი კარმით და მე იქ შეიძლება მე ვიყავი სადღაც, მოდი აი ესე სიმბოლურად რო გითხრათ, კომუნიკაციაში, ჩემთვის ვიტოვებდი აი ამ რაღაცა ისეთ მისტიურ ცოდნას, იმიტომ რომ არავისთვის არ შეიძლებოდა ამის გაზიარება, ხო? აი სელენა მშვილდოსანი ლილიტი ტყუპი იდეაში რომ ესე ავიღოთ, ხო? და სადღაც სულში არის უკვე რომ მე რამდენი რამე ვიცი, მაგრამ ამას ვერ ვამბობ. იმიტომ რომ რო ვთქვა დავისჯები. ან რო თქვა ვერ გამიგებენ. აი ხა ძალიან სიმბოლურ არქეტიპებში რო წავიდეთ, ხო? რა თქმა უნდა, მე ქვეცნობიერში აი ეს ენერგია, ეს შეუთავსებელი ენერგია მიდის პოლარობაში, ჩრდილში, განიდევნება ჩვენგან და ეს განდევნილი ჩრდილი შემდეგ გადადის უკვე შიდა კონფლიქტებში, ხო? შიდა კონფლიქტში როგორც პროგრამა გაჭედილი არის აი ამ ფორმაში,
სული, მოდით აი ესე სულიერ ვიბრაციაზე რო ვილაპარაკოთ, სული გაჭედილი არის ამ ფორმაში და ვეღარ ახდენს ამის რეალიზებას. ამ დროს ახლა საერთოდ სხვა სიტუაცია არის, საერთოდ აღარ არის მანდ, მაგრამ აქ უნდა შემოვიყვანოთ რა ენერგია იცით. ახლა მე გეუბნებით აი light დემონურ თემატიკას, აი ძალიან ისე მარტივად ჩვენში დემონური მხარე რა არის, ხო? ეს არის ჭრილი, განდევნილი, ეს არის ის არარეალიზებული ენერგია, ან პირიქით რომ მე სადღაც მომიწია მაგალითად იმ იდეალებიდან, რაღაცა დიდი იდეალებიდან, ქურუმობიდან, რომ ცოტა დამიწება მოვახდინო, შემდეგ ცხოვრებაში თაღლითი გავხდი, ჭორიკანა გავხდი, ზედაპირული გავხდი, ხო? სადღაც, ხო? და ამით თვითრეგულაციას ვცდილობ, რომ იმ ენერგიიდან ცოტა რაღაცნაირად ჩამოვიხსნა, ხო? მაგრამ მეორე პოლუსში გადავარდი, მეორე პოლარობაში გადავარდი. აი ამ პოლარობებში ხტომა სადღაც, ხო? ეს ნიშნავს, რომ მე უნდა ერთხელაც შევძლო და გავაერთიანო აი ამ ნათელი კარმის, ანუ სულიერი ვიბრაციის და აი ამ ჭრილის ენერგია. საბოლოო ჯამში მთავარი მისია არის ხოლმე ეს, რომ აი ამ გაერთიანებით მე უკვე სრულყოფილად ვაგრძელებ სელენას ინკარნაციას, ესე რომ ვთქვათ, ეს ეზოთერული კუთხით. ეხლა რა ხდება, როცა ეს სქემა გიხსენით, უბრალოდ ვთქვათ, ასტროლოგია ამას როგორ უყურებს, ხო, კარმულ ასპექტებს და აი როდესაც არის ხოლმე ბიპოლარული აშლილობები სიტყვაზე, და მეც მინახავს ადამიანები, რომელიც ერთი ხან სელენაში ხტება მთლიანად და სრულად სელენა არის და მე უცებ აი ეს ლილიტურ ენერგიაში შედის და იქ საერთოდ ხრება სელენას ენერგია და აი დემონურ ვიბრაციაში და დემონურ ენერგიაში გადადის. აბსოლუტურად დესტრუქციაში, ხო? ესე იგი, ნენელა რო ვაკვირდებით, დესტრუქციული ენერგია, ეს დემონური ენერგია, ეს არის თვითდესტრუქცია. ან მე ინურ ენერგიაში ვარ და რეტროფლექსიაში მიმაქვს ეს დემონური ენერგია, თვითგვემა, მაგალითად, თვითშეზღუდვები იქ სატურნთან ერთად არის აუცილებლად ეს საჭირო, რომ გავაკეთო. შეიძლება ნაკლებად საფრთხე არის სხვებისთვის, მაგრამ მე ჩემ თავზე მიმაქვს მთელი აგრესია, ხო? აი ეს განდევნილი, ჭრილი მიმაქვს შიგნით სადღაც. ან და ეს ინური ენერგია არის, პასიური ლილიტის ეს ადამიანი, პასიური დემონური თვისებები ჩვენში, ხო? და შემდგომ მოდის მეორე პოლარობა, როდესაც იანური, ანუ მამაკაცურ ვიბრაციაში, მამაკაცური ენერგია შეგნით არაფერს არ იტოვებს, არ არის მოთმინების რეჟიმში. ის ანგრევს ყველაფერს, ხო, ეს გარეთ გამოაქვს მთელი ენერგია და აი ხშირად მინახავს, მაგალითად, ვისაც შავი მთვარე ყავს სასწორში, ქალი და ლიტი ვერძი გეგონებოდა, ისეთი აგრესიული იყო, ანუ წამში რო ფეთქდება სიტყვაზე, არის აბსოლუტურად ძალიან არა დიპლომატი, ძალიან აგრესიული, ხო? და აი რო ეკონტაქტები და სულ თავდასხმაში რო არის, ხო, ადამიანი. ესეთიც ხშირად მინახავს, ხათშე ეს არ არის შეეთობა პოლარობებში, როცა იანურ ენერგიაში გადავდივარ და არის მინახავს ასევე ლიტის ასწორი, რომელიც ინურში არის. შვიდი წყნარი, ზედმეტად დიპლომატი, ზედმეტად ერგება ყველას, მაგალითად საზოგადოებას, ხო? და აი ამ პიროვნულ მეს, პიროვნულ მინდებს არავლენ სიტყვაზე, ხო? და აი აქ უკვე გასაგები არის, რომ ამას ასტროლოგიაში, ვინც სწავლობთ ასტროლოგიას, გამოგადგებათ ინური და იანური ჭრილი, აი ესე რა დავარქვათ, ხო? არის ადამიანი, რომელიც აგრესიულად ავლენს ძალიან თავის ლილიტს, ლილიტით ყოფი, რომელიც სულ ლაპარაკობს, სულ კომუნიკაციაში არის, სულ რაღაცას ასწავლის მაგალითად, ხო? ან ინური ლილიტი ყოფი, რომელიც სულ ჩუმად არის და არაფერს არ ამბობს საერთოდ, ან აი ესე მოთმინების რეჟიმში არის, ხო? აი ამას ვეძახით ხოლმე უფრო ქალური და მამაკაცური ვიბრაცია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ჩუმად ვარ და რეტროფლექსიაში ვარ მაგალითად, ხო? იქ ჩემი ლილიტი სუსტი არის და ვიცავ ვინმეს მაგალითად, ხო? რომ არ დავეჯახო, ხო, სხვებს მაგალითად, ანუ კარგი ბიჭის და კარგის გოგოს სინდრომში, სიამთელეში ეს არის ჩაკეტილი ენერგია. სადღაც ორივე მავნე არის, ორივე დემონური ენერგიები არის ჩვენთვის, ხო? კიდევ უფრო ეზოთერულად, აი ამ ლილიტების ენერგიას რო გავცდეთ და ცოტა ეზოთერული ენერგიით რო გელაპარაკოთ, მაგალითად, ჩვენ გვაქვს ჩაკრების სისტემა, ხო? ზედა ჩაკრები, რომელიც უფრო სულიერ ვიბრაციებთან გვაკავშირებს, სამყაროსთან გვაკავშირებს და ქვედა ჩაკრები, რომელიც მიწიერების ენერგიასთან გვაკავშირებს. გადარჩენის ინსტინქტი, სიცოცხლის უნარიანობა, ფინანსური ეგრეგორები, მთელი ყველაფერი ეს არის ქვედა ჩაკრებში, ხო? განსაზღვრული. დემონურ ენერგიებს ეძახიან ეზოთერიკაში ადამიანებს, რომლებიც ქვედა ჩაკრებით ცხოვრობენ.
ყველაზე მეტად გამოკვეთილად. მაგალითად, ადამიანი, რომლისთვისაც მატერიალური სამყარო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც ღირებულებები მაინც-ამაინც არ გააჩნია, აი, რო დააკვირდეთ, მაგალითად, ახლა ცოტა ისე ვუტრირებ, მაგრამ აი ქვეყნები, აღარ მინდა ახლა ამაზე ვილაპარაკო და დავასახელო, მაგრამ ქვეყნები, სადაც კორუფცია ყვავის, აი ძალიან ისე მარტივად რო გითხრათ, კორუფცია ყვავის, ღირებულებები არ არის საერთოდ ადამიანების, აი ქვეყანა, რომელიც არ ემსახურება ხალხს და საკუთარ კორუფციულ სისტემას ემსახურება. ყველა თავის თავზე ზრუნავს, ხო, მაქსიმალურად ფული ავიღო და არავინ არ მაინტერესებს, არც სულიერი არსებები მაინტერესებს, არც ცხოველები, არც ფრინველები, მე ვარ მომხმარებელი. ხო? ღირებულებების გარეშე ადამიანი ვარ. ამას ვეძახით ქვედა ვიბრაციაში მყოფ ადამიანებს. შეიძლება ესეთი ადამიანით არავის არაფერს არ უშავებდეს და თითქოს ესე დემონურად კი არ არის, უბრალოდ განვითარების ეს ეტაპი აქვს ამ ადამიანს და ნელა მის შვილები, მისი შვილიშვილები ცოტა რაღაც ღირებულებების ნაწილშიც გადავლენ, ხო? არის როგორც განვითარებადი ადამიანი, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, ოღონდ უკვე ძალიან ბევრ რაღაცას ვნებს გარემოს, ხო? ეს იქნება მაგალითად, ახლა ჩვენთანაც ქვეყანაში ძალიან კარგად ვაკვირდებით, ხო? აი, მომხმარებლური დამოკიდებულება ქალაქები ფაქტიურად განადგურებული არის, ისეთი მშენებლობები არის, აი ეს ყველა მიწარო, აი მაქსიმალურად აქ ფინანსურად მოგებები ვნახოთ და მომავალს რო წყალს ვატანთ სიტყვაზე, ეს პრობლემა არ არის. აი ესეთი ენერგია არის ზოგადად ეზოთერულად რო შევხედოთ დემონური. როდესაც მე უკვე როგორც ეზოთერიკოსები ეძახიან ხოლმე ამას, როცა სიმსივნური უჯრედი ვხდები ორგანიზმისთვის, ყველაფერი ჩემთვის მინდა და ვკლავ მთელ ორგანიზმს, ხო? აი ესეთი სიმსივნური უჯრედები, ესეთი არსებები ჩვენთან ეზოთერიკაში დემონურ არსებებად, აი ეს არის საზოგადოებრივი დემონური ფიგურა, მოდით ესე ვთქვათ, ქვეყნების მასშტაბებით და ყველაზე განუვითარებულ ქვეყნებში აი ესეთი თემა, ну ძალიან ესეთი ჩვეულებრივი თემა არის, ხო? როდესაც თუნდაც ახლა მაგალითად მოდის ადამიანი ხელისუფლებაში, რომელსაც აბარია ძალიან ბევრი ადამიანის ბედი და ის მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და ვერაცნობიერებს პასუხისგებლობას, რომ ამდენ ხალხს მთელს ქვეყანას შეიძლება რაღაც კარგი გაუკეთოს და ის კი არ აკეთებს მთელ სისტემას აფუჭებს იმის გამო, რომ თვითონ კონდეს შემოსავალი, ხო? ეს დემონური ენერგიები არის ჩვენთან. სიამტვილეში უფრო ღრმად რო შევხედოთ, ეს რაღაცა ბოროტება და კი, დაბალ ვიბრაციული ენერგიები ეზოთერიკა ამას იძახის, რომ დაბალ ვიბრაციული ენერგიები აზიან აურაში ესეთ ადამიანს და ფაქტიურად ადრეც ვქონდა საუბარი, რომ მსხვერპლი არის ფაქტიურად იმ თავისივე არასრულყოფილების, ხო? მაგრამ ცოტა ისე სიღრმისეულად რო შევხედოთ, აი შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან მშვიდი, ძალიან კომფორტული, ძალიან სასიამოვნო და მასში იყოს ეს დემონური ენერგია, ხო? აი ადამიანები, როდესაც მაგალითად, აი ყველას გქონია ეგ მომენტი, ხო? ანუ ეხლა კიდე სხვა შეში გადავდივარ დემონურ ენერგიაზე, როდესაც ჩვენში შეგვიძლია ამ დემონურ ენერგიასთან კონტაქტი გქონდეს და აი ამას ქვია უკვე პროექციული ენერგია. მაგალითად, მე თუ სადღაც, აი ძალიან მშვიდი ვარ, ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი ოკეი მაქვს, მაგრამ ვიზიტა რაღაცა ნეგატიურ ადამიანებს, აი დესტრუქციულ ტიპებს, ხო, სადღაც. ამას ვეძახით უფრო ეზოთერულად პროექციული ენერგია. სადღაც არის ჩემში გამოკეტილი ეს ენერგია, ან ძალიან დიდი ხანი ვიყავი კარგი ბიჭი ან კარგი გოგო და ეს უკვე ჩემთვის მავნე გახდა სადღაც და უკვე იქ ჩემში ბალანსი არის დარღვეული სადღაც, ხო, დიდი ხანი თუ ძალიან კარგი ვიყავი, იქ სადღაც გაიზარდა აგრესია უკვე, იმიტომ რომ ამ ჩემ კარგ გოგოობას სადღაც ან კარგ ბიჭობას მოაქვს თავისი უკუთემები. ანუ ბალანსი თუ არის დარღვეული, მე აუცილებლად დავიწყებ ნელა მიზიდვას ან ცუდი ენერგიის ხალხის მაგალითად, ან მატყუარების, ან აგრესიულების და შემდეგ. ასე შემდეგ სიამტვილეში ეს არის ჩემი პროექცია, ჩემი პოლარობა, რომელიც ვერ არ მინდა რომ ის გავააქტიურო ჩემში. და არის რა თქმა უნდა, ხო? ყველაზე ესეთი საშიში ტიპები შეიძლება იყვნენ, აი ცხვრის ტყავშიო რო ვამბობთ ხოლმე, იცით? და მეც მქონია ეგეთი მომენტები ყველას აქვს, ხო? აი ზედმეტად რომ ძალიან კარგი ტიპები ვართ და მე რო უცებ ძალიან გავბრაზდებით და
მერე უკვე დესტრუქციაში წავალთ, ხო? ხან-ხან ხო? აი დიდხანს რო ითმენ, ან დიდხანს რო კომფორტული ხარ და მერე უკვე ხვდები, რომ ეს ნამიტანი არის, ხო? ანუ არსებობს ისეთი პოლარობაც, ისეთი ჭრილიც, მეგობრებო, როდესაც მე ახლა ამას ვერ ვაცნობიერებ, იმიტომ რომ ახლა ჯერ კარგ როლში ვარ. მაგრამ რო გავაწლები, შეიძლება იქ ამოტივტივდეს ნენელა და უცებ იბეთქოს ისეთმა რამემ, რომელსაც მე წარმოქმნა არ მქონდა. ამიტომ შეიძლება, აი მე ჩემი გამოცდილებით თუნდაც ხო, აი ასტროლოგიური გამოცდილებით, ეზოთერული კვლევებით, აი როდესაც ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, ჩვენ ვერ ხედავთ სინამდვილეში ვერც ჩვენ თავს, ვერც ამ ადამიანებს, ხო? იმიტომ რომ იქ შეიძლება ახლა ამ პერიოდში ყველაფერი კარგად ამოქმედა, გავა დრო და გამოჩნდეს, რომ თურმე მე რამდენი რამე მაკლდა ცხოვრებაში. რამდენი დანაკარგი მიმიღია ამ ყველაფერში, ხო? ანუ ცხოვრება არის ისეთი რომ არ ვიცით რა მოგვიხდება პერიოდულად, ხო? იმიტომ რომ სადღაც ყოველთვის ვეჩვევით რაღაცას და იქ მე მეორე პოლარობაში გადავდივართ. აი, თუ არ ძალიან მშვიდი, ძალიან წყნარი, ძალიან მომრგები ყველაზე, ხო, კომფორტული ადამიანის ხვებისთვის, ხო? ჩემდაუნებურად გამეზრდება ქვეცნობიერში აგრესია. იმიტომ რომ ადამიანი არის ბევრად უფრო ვრცელი, ბევრად უფრო, ну ახლა კარმული ასტროლოგია ამბობს, როგორც წინა ცხოვრებების ძალიან ბევრი როლები გვაქვს ჩვენ, ბევრი გამოცდილებები გვაქვს, როგორც მაგალითად ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელში, მაგიურ თეატრში, ჭადრაკში ჰერმან ჰესემ ძალიან კარგად იცოდა ეს ინკარნაციული სისტემა და ყველა როლში რო ნახავს თავის ფიგურებს, ხო? აი ესეთი ინკარნაციული როლები ყველას გქონია. აი ხშირად გქონია ესეთი პრაქტიკა, თუნდაც მედიტაციურად, ან სხვებთან ერთად როცა რაღაც ვცვლიდით ხოლმე ამ ინფორმაციებს და მათაც გქონიათ, რომ აი ზოგჯერ ისეთი შეიძლება წამოვიდეს სახე ჩვენი და ნუ ზოგს ვთქვამთ, რომ აი მე წინა ცხოვრებაში სავარაუდოდ ესე ტიპაჟი ვიყავი. მეც მქონია აკეთი მომენტები და ეს სულ იცვლება ხოლმე. ზოგჯერ შეიძლება დემონური ნატურა ვიყავით, ზოგჯერ პირიქით ძალიან გასხივოსნებული და რაღაც ძალიან სულიერი ნატურა. ესე იგი, სადღაც აი ისევ იქიდან რომ დავიწყოთ სულ თავში, მაგალითად, რაც ვახსენე, რომ არის ენერგია და პერიოდულად ეს ენერგიები იცვლება, მე ჩემ პრაქტიკით სულ ამას ვაწყდები ხოლმე. თუ ერთგან ვიყავი, მაგალითად, ძალიან დესტრუქციული, მე მეორეგან ვიქნები მეორე ინკარნაციაში მსხვერპლის როლში. მე ისევ დესტრუქციული ვიქნები, მე ისევ მსხვერპლის როლში, სანამ ამ ციკლს არ დავასრულებ, სანამ აქედან არ გამოვალ. აი როცა მე მაგალითად ასტროლოგიურ კონსულტაციებში, როცა პირად რუკაში გავდივართ და ხა რაც უფრო გაცნობიერებული ადამიანი მოდის, რაც უფრო მომყვება ენერგიაში, ესე რომ ვთქვათ, მით უფრო სიღრმეებში გავდივართ და მე ნენელა ხვდებიან, რომ აი აქ რაღაც სადღაც ამ რომელიღაცა ორ არქეტიპში არიან გაჭედილები, ორ პოლარობებში და ბალანსი უჭირთ. და საერთოდ უნდა დაიხუროს ხოლმე ეს ციკლი და თუ ამას არ ვაკეთებთ, ხო, ანუ დემონური ენერგია შეიძლება ისე გაუცნობიერებლად იყოს ჩვენში, რომ არ არის საჭირო მაინც ხედავდეთ ადამიანს, რომ აბსოლუტურად დაშლილი არის და აბსოლუტურად დესტრუქციაში არის, ხო? ხშირად მქონია ესეთი შეგრძნებაც, როცა აი თერაპიულად შევსულართ, მაგალითად, ну, უფრო ესეთ რეგრესულ ჰიპნოზს გულისხმობს სხვა ადამიანთან და ნენელა მეც დამინახავს და მათაც უგრძნიათ, რომ აი მე სადღაც გატეხილი ვარ შიგნით, თუმცა უკვე სერიოზულად ეს არ არის დაშლილი პიროვნება გეშტალტურად ან ფსიქოლოგიურად, ხო? აი სერიოზულად აბსოლუტურად რო დაშლილი არის თითქოს შიდა ნაწილები, აუწყობელი არის ადამიანის სულიერ დონეზე. აი გამოყვეთილ დემონურ ფიგურებს ეძახით ხოლმე, აი ძალიან გატეხილები როცა ვართ შიგნით, ძალიან გაგდებული მაქვს პოლარობები სადღაც, ან ამ პოლარობას ბოლომდე ვყავარ აყვანილი სადღაც. ეზოთერიკა ცოტა მძაფრად იძახის ამას, რომ ქვედა ჩაკრებში უფრო, ну, ესე რომ ვთქვათ, ბნელი სულები, ბნელი ძალები, მაგალითად ვლადიმერ ბენაიძე, ბიოენერგეტიკოსი, მის ვიდეოებსაც ვხვდებ ხოლმე, ის უფრო ეძახის ამას, როგორც მაგალითად იქით სამყაროდან ბნელი ძალები და ბნელი სულები, რომელიც აურაში გვაზიან ხოლმე პერიოდულად და ენერგიას იღებენ ჩვენგან, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ უფრო დემონური კუთხით რო შევხედოთ, ხო? ეს არის ის გაგდებული ნაწილები ჩვენში, რომელსაც არ ვიღებთ და ვიღაც ადამიანები ჩვენ მე ყოველთვის ხვდებიან ამასზე, რომ აი ეს პროექციული ენერგია დაგვანახონ ჩვენში. საერთოდ ფსიქოლოგია რასაც ამბობს, რომ ყველაფერი თითქმის პროექცია არის ჩვენი, მე გარკვეულწილად ამას ხედავდი სულ უკვე ჩემ პირად პრაქტიკებში, როდესაც
მაგალითად, აი თუნდაც ახლა ადამიანზე ვერ ვიღებთ რაღაცას, აი მე მქონია ეს, რომ აი ადამიანში ვერაფრით ვერ ვიღებ რაღაცა თვისებებს და აი ძალიან ღრმა თერაპიებში ჩემ თავში მინახავს, რომელიც განდევნილი მქონია ეს ნაწილი და ჩემ თავში იყო ეს ფიგურა. კარმულ ასტროლოგიაში რო წავიდეთ სადღაც უფრო წინა ცხოვრებებში, რომელიც მე დავივიწყე და გამდევნე და ფსიქოლოგია იტყოდა ეს როგორც ძალიან ღრმა ქვეცნობიერში განდევნილი ენერგია, ხო? ძალიან ესე გაჭედილი, რომელიც საერთოდ არ მინდა რომ დავინახო რომ აქვს. თუმცა იმდენი ვეცადე რაღაცები ამომეთხარა და დამენახა ჩემ თავში. და სხვა შორის ახლა ხარა მაქვს სადღაც, მაგრამ ძალიან მეხმარება ამ არქეტიპების და ფსიქოლოგიური შინაგანი მოდელების დანახვაში ტაროს კარტი. განსაკუთრებით ერთ-ერთი კარტი არის, რომელიც აი პირდაპირ მაგ ნაწილში მუშაობდა ჩემთვის ყველაზე კარგად. მე ხა ტაროს ვიყენებ ხოლმე უფრო ფსიქოთერაპიულად. უფრო კი არა, ძირითადად მაგ კუთხით ვიყენებ ხოლმე და აი ამ შიდა ნაწილებზე სასაუბროთ, მაგალითად, აი ესე ვეკითხები ხოლმე და ძალიან საინტერესო არის ჩემთვისაც ეს პრაქტიკა. პირდაპირ შენ პროექციებზე მუშაობ ფაქტიურად ამ კარტებთან, მაგრამ მე რასაც ვაკვირდებოდი ხოლმე, აი ეს ნაწილები ჩვენში ხშირად არის ძალიან მსგავსი პროექციის და მთლიანად პროექციაც არის ხოლმე. პროექცია არის ფსიქოლოგიაში, როდესაც მე ჩემში რაღაც ნაწილების დანახვა არ მინდა და ვაკერებ სხვებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, თვითონ პროექციას არ გამორიცხავს, რომ იმ ადამიანში არის, რა თქმა უნდა, არის ეს ნაწილებიც, მაგიტომაც მიზიდე, მაგრამ მაგიტომაც გაქვს განსაკუთრებული აგრესია. ხა ადამიანი თუ ძალიან მკვეთრად ლაპარაკობს, რომ აი მე ის მატყუარა იყო, ეს ცუდი იყო, ის ისეთი იყო, ну რატო ხედავთ ამას? ხა შეიძლება ჩემთანაც იყვნენ ბევრი მატყუარები, მაგრამ არც ვაქცე ყურადღებას. ან ეს მე არ მხვდება, ხო? მე მხვდება სხვა რაღაცეები. ანუ რა გვიჭერს ჩვენ? ესე იგი ჩვენში დევს ეგ ენერგია. და იმას ვაწებებ სხვას ძალიან ხშირად სხვათა შორის თერაპიულად, აი შავი მთვარის ენერგია რაც გვაქვს, აი ის შეიძლება მივაწებოთ სხვას. აი ვინც აი ბლიტი ტყუპს ხშირად უთქვამს ვიღაცებზე, რომ აი ისინი თაღლითები და მატყუარები არიან. ამ დროს კარმულ ასტროლოგიაში შეიძლება თვითონ იყო ესეთი წინა ცხოვრებაში, ან ენერგეტიკულად შეიძლება რაღაც მსგავსი უდევს თვითონ. რიტი თევზი შეიძლება აი ის მეწოდება, ის საწყალი არის, ის უბედური არის და სინამდვილეში მთლიანი თავის პროექცია არის ეს, ხო? თავიდან ბოლომდე. შეიძლება იყოს ლიტის ასწორის მთავარი მესიჯები, რომ აი უსამართლობა არის სამყარო, ეს უსამართლო ადამიანი არის, ეს ძალიან არასწორი ადამიანი არის, ანუ განკითხვა შინაგანი, ხო? და სინამდვილეში თვითონ შეიძლება კონდეს ეს ენერგია შიგნით ძალიან დიდი ხანი ამას გრძნობდა რომელიღაც ინკარნაციებში, ხო? და აი ესეთი ენერგიები, ლილიტური ენერგია ყოველთვის არის პროექცია და ძალიან ბევრი ვიცადე მეც, რომ აი ჩემი ლილიტის პროექცია დამენახა, რაცაც ხედავდი გარეთ, ის მეპოვნა შიგნით და ნუ ამისთვის ძალიან ბევრ რამეს ვიყენებდი ტექნიკებს, რომ დამენახა, იმიტომ რომ მართლა ვერ ხედავთ ჩვენ ამას, ანუ შეიძლება პრაქტიკული კუთხით ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, უკვე ინტელექტუალურად ღამეს თქვენ გიყვებით, მაგალითად თქვენ დააკვირდებით, ანუ როგორც კი ვიღაცაზე რაღაცას ვფიქრობ, ის უნდა ვიცოდე, რომ კი, იმაში ვხედავ და მე მაღიზიანებს ეს, მაგრამ სადღაც ჩემში არის განდევნილი ეს თვისება, რომელიც რომელიღაც ინკარნაციაში ან ჩემს წინაპრებში ეს აქტუალური იყო და ეხლა არის მიძინებული და დამალული ჩემს მიერვე, ხო? აი ესეთი ენერგია შეიძლება გამოვლინდეს. პირად რუკაში ძალიან კარგად ჩანს ხოლმე ასტროკონსულტაციებში ეს პროექციები სადა გვაქვს და აი ამ პროექციებში, როცა არის ჭრტილი, როდესაც განდევნილი არის, აი ეს ხდება მერე დემონური ენერგიაც. მაგრამ არის მკვეთრად აი გრადაციების კუთხით რო შევხედოთ, მკვეთრად გამოხატული დემონური ენერგია, ეს არის სრულად დესტრუქციული ადამიანი, ან არის რეტროფლექსიაში გამოხატულად, ეს თვითგანადგურების იმპულსი არის, სხვათა შორის ჩვენთან რაც უფრო შავი მთვარე ჩართული არის ასპექტებში, მით უფრო გვაქვს ეს დემონური ენერგია მეტად და მით უფრო პროექციას ვახდენთ, ან მით უფრო ჩვენ თვითონ ვავლენთ დესტრუქციულად თავს, არის პირველი დონე, აი ამ ჩართულობის პირველი დონე იგულისხმება, როცა ახლა მაგალითად შავი მთვარე, როდესაც არის ძალიან ჩართული, ან მზესთან, ან ლომის ენერგიაში, ან მეხუთე სახლში, შეიძლება იყოს გამოხატული ნარცისი, მოკლედ ვერ ხედავდეს ამას თვითონ და ესე უყურებდეს ყველა ზევიდან, სადღაც, ხო? და აი თქვენ გასწავლით ახლა რა როგორ ნარცისული ტიპაჟი. ეს არის ძალიან გამოხატული პირველი დონე. ეხლა როცა ეგეთ ნარცისულ ფსიქოტიპს ხედავ და რუკაში პირდაპირ ეს რომ მიჩანს, ხო? იქ უკვე გასაგები არის, რომ ეს პირველი დონე არის.
მეორე დონე არის, სადღაც მე ვხედავ ნარცისებს, მე სადღაც ვიზიდავ ნარცისულ ტიპაჟებს, ხო? და ეს ჩემს თვითშეფასებაზე ძალიან მოქმედებს. განდევნილი ეგო არის სადღაც, ხო, უკვე ადამიანის კარმოასტროლოგიაში ვიძახით, ეს უკვე მეორე პოლარობა არის სადღაც, ხო? ანუ აი ეს ნარცისული ფიგურა, სადღაც შინაგან სიცარიელეს მეორე ცხოვრებაში აუცილებლად იცხოვრებს. და ეს არის უკვე მეორე დონე, როდესაც მე ისე მეორე იგივე ჯოხის მეორე ბოლო ვხდები, ნარცისიზმის მეორე შრიალი, მაგრამ ეხლა აღარა ვარ ნარცისი, ეხლა ოკეი, მაგ ყველაფერი, მაგრამ მე ძალიან კარგად ვხედავ, რომ სხვები მე ჩაგრავდნენ სადღაც, ხო? და ან სხვები ან მე ჩემი ეგოს დათრგუნვით სერიოზულად მივეცი ასპარეზის სხვებს, მაგალითად, რომ ჩემი საზღვრები დაერღვიათ სიტყვაზე, ხო? ეს უკვე მეორე დონე შეგვიძლია თქვა. და მესამე დონე არის, როდესაც საერთოდ ამ ორივე ვერსიიდან გავდივარ. და მე ვიწყებ ჯანსაღად, ჯერ შევხედო ჩემს დაშლილმეს, რომ ეს სადღაც ეგოსთან პრობლემები მაქვს, მე არ ვიცი მე ვინ ვარ საერთოდ, ეგ არის ეგოს პრობლემები, ხო? მე არ ვიცი რა შესაძლებლობები მაქვს, რა ნიჭი მაქვს, რა უნარები მაქვს, წინა ცხოვრებებში ხან იქით გადავხტებოდი, რაც ჩემი არ იყო, ხან აქეთ გადმოვხტებოდი. და რეალურად იმას არ ვაკეთებდი, რაშიც მე ნიჭი შეიძლებოდა მქონოდა, ხო? ეს ძალიან ცუდ სცენარში რომ მოგიყვეთ, ხო? და ეს არის დემონური ენერგიები. ანუ ეს არის ბლარი სადღაც, ანუ მე რეალობას ვერ ვხედავ საერთოდ და აქ რა უნდა მოხდეს, ხო? ყველა უნდა მივიზიდო, რომელიც ამ დესტრუქციულ ენერგეტიკას მაცხოვრებს. სიტყვაზე. და ეს არის ხოლმე მე ცოტა ისეთი პრობლემური ცხოვრებები, ძიმე ცხოვრებები სხვათა შორის, აი ამ კარმულ იმაში ვყავართ სადღაც, აი ხორცაკებ მანქანაში, აი კარგად უნდა გაგვწუროს, კარგად უნდა შეგვახედოს რეალობას. და არის მეორე მომენტი, ან ვინგრევით ჩვენ ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად, ან პირიქით უფრო ძლიერდებით. ვინგრევით რას ნიშნავს? ისევ პირველ მეორე დონეში ვიწყებთ ესე ტრიალს, ხო, სადღაც, ხო? და არის მესამე დონე, როდესაც მე ამას ყველაფერს დავინახავ რეალურად, სარკეში ჩავიხედები და შევხედავ მე მართლა როგორი ვარ და ვისწავლე ამის დაფასებას და ფეხზე დადგომას ნენელა. აი ეს არის უკვე მესამე დონე, რომ მე უკვე ილუზიები აღარ მაქვს. მე უკვე აღარ მაქვს, აი გაუცნობიერებლად რომ მიყვები იმპულსებს, ჩემს, აი ინსტინქტებს მიყვები, დასწავლილ ქცევას ფსიქოლოგიურ ენაზე რო გითხრათ, დასწავლილ ქცევას მიყვები და აი იცით რა არის? ეს პრობლემები ხშირად გამოიკვეთება მე პირად ურთიერთობებში. ოჯახთან ურთიერთობაში, ანუ ეს პროექციები ყოველთვის ესე ვლინდება, ხო, რომ ჩვენი ენერგეტიკული ველი კარმულ დონეზე იქნება ოჯახურ სცენარში. ეს არის როგორც რადიო სიხშირე. და ის იდავს იმ ხალხს, როგორი ენერგიაც მაქვს შიგნით. როგორი პროექციის ენერგიაც მაქვს, როგორიც განდევნილი ენერგიები მაქვს, აუცილებლად ის განდევნილი ენერგია მიიზიდავს სიგნალით სუსტად მსგავს ენერგიას. მე იმას ძალიან გავპრასდები, მე დავიწყებ სამყარო ცუდია, სამყარო საშიშია, სამყარო ბნელია, სამყარო დემონურია სიტყვაზე და სიამტვილეში მე ვარ ესეთი, ხო, რომელიც მე არ დავინახე ეს ყველაფერი და სუსტად დემონური ენერგია რა არის, მართლა კი არ არის ეს როგორც დემონური ენერგია და ბოროტება, სრული ბოროტება. აი იქ რო ჩავიხედებით, აღმოჩნდება ძალიან დიდი სევდა და სევდა იმ სინათლის დაკარგვის. და სინათლეში ამ სინათლის დაკარგვა არ მომხდარა, ეს სინათლე არის ჩვენში, უბრალოდ უნდა შევეხოთ ამ სინათლეს, ხო? და ეს სინათლე არის რაღაც ის რწმენა, ის ნათელი ენერგია. აი ხშირად ვამბობდი ხოლმე, ჩემთვის ვეუბნებოდი ჩემ თავს, რომ აი უნდა ვისწრაფოდე იმისკენ, რომ ჩემში არსებული სიგნალი გავანათო. აი, როდესაც აი ბნელ ჯურღმულებს მივაგნებთ ჩვენში და იმას გავანათებთ. და ეს განათება უნდა მოხდეს სიყვარულით, უნდა მოხდეს მიღებით. სიყვარული რა არის ხა ესეთი ეფემერული გრძნობა კი არ არის, ეს არის მიღება, გახსნა, რა მე ვიღებ ამ სევდას, მე ვიღებ ამ დანაკარგს, მე შემიძლია რომ ეს დავკარგო, ხო, სადღაც აი ის რაღაცა სევდა დავკარგო და აქედან მოდის მე რეალური განკურნებას რომ ვეძახით. ანუ ყოველგვარი დემონური ენერგიის უკან ძალიან საწყალი, დასუსტებული
აცრემლებული სული არის, რომელმაც დაკარგა, ასე გონია მას რაღაცა ღვთიური ენერგია მასში. როგორც კი ამ ენერგიას შემოიერთებს, ამას გამოიტირებს, ფსიქოლოგიურად გამოტირებას გულისხმობ, მიიღებს ამ დანაკარგს, სადღაც ეგოს დანაკარგი არის ეს სინამდვილეში, მინდების დანაკარგი არის. აქედან ხდება გააერთიანება და იმ იმპულსის დაბრუნება, რაც მასში იყო. ანუ სიგნალის განათება ხდება. მზე შევიტანოთ სიბნელეში, ესე რომ ვთქვათ. ამ განათების შემდეგ ხდება შემოერთება განდევნილი ნაწილების, ხო? და აქ ხდება უკვე გაძლიერება ძალიან სერიოზულად, ამ ჭრილის ინტეგრაციას ვახდენთ და ამ დემონური ენერგიისგან გაქრობა ხდება, ამ დემონური ენერგიის ინტეგრაცია ხდება და გაძლიერება შინაგანად. მე თუ ვიცი დაცემა და მე ადგომა, მე აღარასდროს აღარ შემიშინდება ამ დაცემის და მე შემიძლია ჯოჯოხეთში ჩავიდე, დაცემულს მოვკიდო ხელი და წამოვიყვანო, იმიტომ რომ იქიდან უკვე გამოსული ვარ. ანუ ეს არის აქ მთელი ის კი არა რომ ჩვენი დემონური ნაწილები უბრალოდ უნდა გავაქროთ და მხოლოდ გავანათოთ. არა, ეს არის ზუსტად რომ მე იმ დემონურ ნაწილს შევხვდი და სამდროში ეს ტკივილი არის. ამ ტკივილთან ინტეგრაცია მოვახდინე. ამ ტკივილთან ამ ტკივილს შევხვდი, აღარ არის ის განდევნილი ჩემგან, ხო ხდებით? შევხვდი, გამოვიტირე და შემდგომ უკვე მე ვიცი როგორ გავანათო აწი ჩემი თავი. ანუ მე ჩემ თავს ვიბრუნებ, მე აღარ ვკარგავ ჩემ თავს სხვადასხვა მინდებში და ფრუსტრაციებში. და აი ჩვეულებრივ ფსიქოლოგიაში რომ წავიდეთ, თუ ჩვენ გვაქვს ან ფსიქოლოგიური პრობლემები, ან ნევროზული ფონი, ან ფრუსტრაციის მიღება არ შეგვიძლია უბრალოდ, ხო? და ეს ფრუსტრაცია სინამდვილეში არის სადღაც კარმული ასტროლოგიით შევხედოთ, აი რაღაცა დიდი კარმული დანაკარგის ფრაგმენტები, რომელიც ამ ცხოვრებაში რაღაცა მოდი ესე ვთქვათ, რომ რაღაცა ძალიან უნდა პირადი ურთიერთობა. სინამდვილეში ეს არის პროექციასავით რაღაცა მნიშვნელოვანი ურთიერთობა ქონდა წინა ცხოვრებებში სადღაც მაგალითად ან რაღაცა მნიშვნელოვანი ახლა აი რწმენის დაკარგვა რას ნიშნავს ხო ახლა შავი მთვარე მშულდოსანში ვისაც აქვს აი ღირებულებებთან შეიძლება ზოგს ახლა პირველ დონეზე ვინც არის ხო კონდეს პრობლემა სინამდვილეში აქ ეს არის რომ ეს სადღაც ძალიან ჯეროდა და რაღაცა მოხდა ისეთი რომ დამეკარგა რწმენა და ეს რწმენა უნდა დავიბრუნო სინამდვილეში ხო დანაკარგის მიუხედავად თევზები ლილიტიც მსგავსი ენერგია არის ხო რაღაც დიდი სიყვარული დაკარგეს რაღაცა დიდი სევდა არის სულში დიდი სიყვარულის დაკარგვის გამო სიტყვაზე ხო აი ამ ნაწილებთან შეხვედრით აი ეს დემონური ენერგია ხდება უკვე განათებული და გადატრანსფორმირებული. ეს არის გზა, ეს არის გაზრდის პროცესი, სინამდვილეში სულის მნიშვნელოვანი გზა არის და აი ეს პროცესიც რო გავიხედოთ, ყველაფერი არის ძალიან ნორმალური, სულიერ განვითარებაში ძალიან ოკეი არის და ეხლა თუ უყურებ ადამიანს, რომ ეხლა შეიძლება მეც ძალიან კარგად ვგრძნობ ეხლა თავს, მაგრამ უცებ ამოხდეს 10 წელიწადში ისეთი სევდა ჩემში, რომ ეს 10 წელი სადღაც მეძინა სიტყვაზე, ანუ ესეც არ ვიცით რა იქნება, ხო, მომავალში. მაგრამ ჩაოლებრივ პრაქტიკაში ახლა მე თუ კარგად ვგრძნობ თავს, ხო, სადღაც, ხო? ეს შეიძლება ვერ ამას ფარავდეს. ანუ იქ სხვა ცხოვრებაში სხვა დემონური ენერგია მომიხდეს სიტყვაზე, ხო? და არ ვიცით ხომ ახლა თუნდაც ახლა რო უყურებ ადამიანს, რომელიც ძალიან დესტრუქციაში არის, ძალიან მომწონს ტაროს განმარტებები, განვითარების კუთხით ზოგი პაჟი არის, ზოგი რაინდი არის, ზოგი მეფე არის, ხო? ანუ იქაც არის იერარქიები, ციკლური იერარქიები არის და აი ზოგი შეიძლება იყოს ბავშვის განვითარების კუთხით, ხო? მე რჩაგიწერ სელენას განვითარება როგორ ხდება სინამდვილეში, ეს არ არის რომ აი ზოგიერთი გაიგებს თავის სელენას და ძალიან ბედნიერია რომ ой რა კარგი ყოფილა. კი, კარგი არის. სასწაული რაღაცები გვაქვს სელენას ზონაში გაკეთებული ძალიან ვიამაყებდით რომ გვენახავს ეს, მაგრამ თუ ჩვენ ამას არ ვიყენებთ, ხო, ის სუსტდება ნელა, ხო? და ამაზე კიდე ცალკე ჩაგიწერთ მე. მაგრამ აი თვითონ რომ დაუბრუნდეთ ისევ ამ თემას, რომ აი იმ დემონური ენერგიის ჩვენ კი არ უნდა გვეშინოდეს, ჩვენ დავიწყოთ კვლევაძიება, რომ დავინახოთ ეს ამ პროექციებში დავინახოთ, ხო? და ამითი მოვახდინოთ იმ გაგდებული ნაწილების მიღება, იმიტომ რომ ეს გაგდებული ნაწილები ტკივილები არის და ჩვენ ტკივილის მიღება არ გვინდა. და აი ფრუსტრაციის მიღება არ გვინდა და ამ დროს ზუსტად ფრუსტრაციები უნდა ვისწავლოთ, ფრუსტრაციების მიღება და ეს ლილითთან შეხვედრა, ჭრდილთან შეხვედრა, დემონურ მხარესთან შეხვედრა ეს ჩვენთან სხვადასხვა სისტემებში ერთი და იგივე ტერმინები არის, ერთი და იგივე ენერგიაზე ვსაუბრობთ, უბრალოდ სიტყვები არის განსხვავება.
აი ამასთან შეხვედრა და აი ამ ტკივილების მიღება არის. იმიტომ რომ ლილიტური დემონური მხარე სინამდვილეში დიდი ტკივილი არის და ჩვენ როცა ტკივილის მიღება არ გვინდა, აი თამაშობთ იმ როლს, რომელიც სინამდვილეში ძალიან ძვირად გვიჩნდება ხოლმე, ხო? და ესეც ილუზია არის, ესე რომ ვთქვა. ეს მინდოდა მე თქვა ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდები. და თქვენს შორის ახლა სულ მალე 4 აპრილს მეწყება ძალიან მაგარი ასტროსკოლა. გავდივართ არქეტიპულ ენერგიებს, ასტროლოგიურს, ფსიქოლოგიურად გავდივართ რუკებს, თერაპიულად გავდივართ მონაწილეთა პირადი რუკებით და ძალიან ვამაყობ იმითი რა ესეთი სისტემა მაქვს ასტროლოგიის სასწავლო შექმნილი, სადაც თერაპიულად ვასწავლი ასტროლოგიას მონაწილეთა პირადი რუკებით და ცოტა სხვა სტანდარტი არის ჩემი აზრით ასტროლოგიაში, ის რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებ და ამას უზიარებ ხოლმე მე, ვინც მოდიან ჩემთან მოსწავლეები, ვისაც გაქვს სურვილი შეგიძლიათ მომწეროთ. შემდეგი იქნება ნოემბერში დაახლოებით, შემდეგი კურსი, წელიწადში ორჯერ ვაკეთებ ხოლმე, ახლა მქონდა ასტროლოგიურ სახლებზე ძალიან მაგარი ლექცია, გუშინ 6 საათიანი, 6 საათი ვილაპარაკე გაუჩერებლი. არა, 20 წუთი შევისვენეთ მარტო. და აქაც უბრალოდ ესე თერაპიულად გავდიოდით ამ სახლების სისტემას, პერიოდულად სულ ვაკეთებ ხოლმე ტრენინგებს, ლექციებს, შეგიძლიათ შემომიერთდეთ ხოლმე და ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს, თქვენს ლაიქებს. ამდენად მოგწონთ ეს ვიდეოები, როგორ ფიქრობთ ამ ყველაფერზე და მეც გავაგზავნებ ცოტა ხანში აი ამ თემაზე კიდევ უფრო სხვა კუთხით შემოგთავაზებთ ამ თემას. აბა დროებით.